ციფრული ინკლუზიურობა განსაკუთრებით ხელმისაწვდომი არის ხოლმე უფრო ბავშვებისთვის თავიანთი, ასე ვთქვათ, სწრაფი ტექნოლოგიების მიმართ, თითქმის გენეტიკის დონეზე იციან მოხმარება და უშუალოდ ტექნოლოგიების როგორი აპლიკაციები, რა სერვისები, იმიტომ რომ უფრო მეტად აქვს შეხება. თუმცა არიან ჯგუფები, მათ შორის ხალხსა და ფოჩი, სადაც ასე ვთქვათ, ეს სერვისები უფრო ნაკლებად ცნობადია, ნაკლებად ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, დაფარვაც შეიძლება არ იყოს ესეთი კარგი დავუშვათ როგორც თბილისში ან სხვა ქალაქებში, მაგრამ არის გარკვეული რაოდენობა სერვისების, რომლის შესახებაც არ იციან მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ თვითონ დიჯიტალ, ასე ვთქვათ, ციფრული განვითარება გავლენას არა მხოლოდ დაუშვათ ქალაქების უნარებზე და მათ სხვადასხვა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაზე არ აქვთ, არამედ თვითონ მწვანე ტრანზიციის კუთხითაც ძალიან ეხმარება, იმიტომ რომ დაუშვათ თუ ცხოვრობს სადღაც მიუსავალ სოფელში, არის ძალიან ბევრი სერვისი, რომელიც შეგვიძლია დამოუკიდებლად მიიღო ინტერნეტის მეშვეობით და სულაც არ იყოს საჭიროება დაუშვათ რომ იმგზავრო მთელი წლის განმავლობაში სადღაც ამ ბანკში მიხვიდე ან დაუშვათ დაზღვევის ყიდვა გინდა, თუნდაც სახელმწიფო სერვისები იყოს. ამ კუთხით ჩავთვალეთ, რომ ინფორმაციის გავრცელება და ცნობადობის ამაღლება ამ თემაზე იქნებოდა ძალიან საჭირო. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები ძალიან დიდ შესაძლებლობებს და ასე ვთქვათ, შესაძლებლობებს იძლევა, ამასთან არის გამოწვევა, იმიტომ რომ დღევანდელ მოცემულობაში ჯერ კიდევ საკმაოდ დაუცველია მოსახლეობა უსაფრთხო ნავიგაციის კუთხით. მათ თავშოთ შეიძლება არ იცოდნენ, რა ტიპის ყალბი ინფორმაცია შეიძლება ვრცელდებოდეს ინტერნეტში, როგორი ტიპის ჰაკერები არიან, რომ მათი ძველი ინფორმაცია მოიპოვონ, იგივე ცდომა ბანკის ანგარიშებზე. ამდენად თემა არის ძალიან მრავალმხრივი და აქტუალური. ჩავთვალეთ, რომ ყველაზე ასე ვთქვათ, მარტივი და სწორი ჯგუფი იმისთვის, რომ ესეთი ტიპის სერვისებზე და ზოგადად ციფრულ თემაზე ხელმისაწვდომობა გაზრდილიყო, იყვნენ ახალგაზრდები. პირველ რიგში, იმიტომ რომ მათ აქვს ძალიან კარგი უნარები, მაგრამ ამავდროულად არიან ძალიან საგნობრივი დისკუსიის მონაწილეები. მათ ასე ვთქვათ, ყველანაირი დამატებითი ასე ვთქვათ, რაღაცა გავლენების მიღმა შეუძლიათ ძალიან კარგად ორიენტირდნენ ამ სივრცეში და მათ აქვს ასე ვთქვათ საზოგადოების ნდობაც, ხო, ანუ ხა ერთია როცა დავუშვათ იგივე ჩვენი პროგრამის მხრიდან ან დავუშვათ სხვა წარმომადგენელი გიხსნის რაღაცა სერვისს, მაგრამ მეორეა როცა შენი შვილი ან შენი და მეგობარი თუნდაც შენი მოსწავლე მოდის და რაღაცა კონკრეტულ სერვისზე გესაუბრება, ან კონკრეტულ დავუშვათ რაღაცა უნარზე, რომელიც შეიძლება ციფრულ სივრცეში მოიპოვოთ და აი ამით გავრცელების კუთხით ჩავთვალეთ, რომ იყო ძალიან სწორი სეგმენტი, თან არიან ახალგაზრდები, ყველას აინტერესებს განვითარება და მათი მხრიდანაც მზაობა იყო ძალიან დიდი. ეს პროგრამა დაიწყეთ შარშან, პირველი ნაკადი შედგა აგვისტოში. თვითონ ორივე მუნიციპალიტეტი ბუნებრივია დაფარული.